დღეს არის ადვენტის მეოთხე უკანასკნელი კვირა დღე. შესაბამისად აინთო მეოთხე სანთელი. ეს არის წინასაშობაო პერიოდი, მოლოდინის განცდა, მოლოდინისა, რომელიც ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიმართ არის წარმართული. დღევანდელი საკითხავი მიქას წიგნიდან არის. მიქას წიგნი, მეხუთე თავი. კითხულობთ. მიქას წიგნი, მეხუთე თავი. ჩვენს თარგმანში პირველი მუხლიდა. შენ კი ეფრათას ბეთლემო, უმცირესი ხარ იუდას 1000-თა შორის, მაგრამ შენგან გამომივა ხელმწიფე ისრაელში და დასაწყისიდან იქნება მისი წარმოშობა საუკუნო დღეებიდან. ამიტომ მიუშვეს მათ იმ დრომდე, ვიდრე არ შობს ის, რომელმაც უნდა შობოს. დანარჩენი ძმებიც დაბრუნდებიან ისრაელის ძეებთან. დადგება და დამწყემსავს უფლის ძალით. უფლის თავისი ღმერთის სახელის სიდიადით და მობრუნდებიან, რადგან ამიერიდან იდიდებს ის ქვეყნის კიდემდე და ის იქნება შვიდობას, რომ მოიტანს. აქ ვასრულებთ კითხვას. ეს არის უფლის სიტყვა. ვილოცოთ. ღმერთო, მადლობას გწირავთ შენი სიტყვისთვის, რომელშიც გვიცხადებ შენს ნებას, რომელთაც გველაპარაკები. შენი სული წმიდის ძალით წარმართე დღეს ჩვენი გონება, ჩვენი სული, რათა შევძლოთ შენი ნების გაგება, რათა ვერ წმუნდოთ შენს ძეს და ამ რწმენით დავიმკვიდროთ საუკუნოს სიცოცხლე. ამინ. ვიზზე ლაპარაკობს აქ წინასწარმეტყველი? აშკარაა, რომ აქ არის ლაპარაკი მომავალ დღეებზე. ჩემი კითხვა ასეთია: ვიზზე ლაპარაკობს წინასწარმეტყველი? ხვდება თუ არა ეს სიტყვები სადმე ახალი აღთქმის ტექსტებში? ქრისტიანულ ტრადიციაში პასუხი არის გაცემული. აქ არის ლაპარაკი მესიაზე, ქრისტეზე. შენ კი ეფრათას ბეთლემო, უმცირესი ხარ იუდას 1000-თა შორის, მაგრამ შენგან გამომივა ხელმწიფე ისრაელში და დასაწყისიდან იქნება მისი წარმოშობა საუკუნო დღეებიდან და ის იქნება შვიდობას, რომ მოიტანს. ვიზია აქ საუბარი მესიაზე. ქრისტიანულ ტრადიციაში ერთ მნიშვნელოვნად არის გაცემული პასუხი ამ შეკითხვაზე. აქ არის წინასწარმეტყველება მესიის დაბადების შესახებ, მისი დაბადების ადგილის შესახებ. ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი მამა ნეტარი ავგუსტინე თავის ნაშრომში ღვთის ქალაქის შესახებ ამბობს: წინასწარმეტყველი მიუთითებს ადგილზე, სადაც დაიბადება ქრისტე. აი ასე გაიგებდა ეკლესიის მამა ამ წინასწარმეტყველებას.
სხვა ეკლესიის მამა წმინდა კირილე ალექსანდრიელი ის ამბობს აქ, ანუ აი ამ ტექსტში, რომელიც დღეს ჩვენ წავიკითხეთ, წინასწარმეტყველური სიტყვა გვახარებს ჩვენ პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებას. ის განმარტავს კიდეც ამ შობის მნიშვნელობას. ღირსი ეფრემ ასური ამ სიტყვების განმარტებისას ბრძანებს, აქ ლაპარაკია ღმერთის სიტყვის ხორციელ შობაზე, ქალწულისგან, ეფრათას ბეთლემში. სხვა ეკლესიის დიდი მამა, წმინდა იოანე ოქროპირი, ამბობს, ბეთლემიდან, რა თქმა უნდა, წარმოიშვა არა ღვთაება, არამედ ხორცი. ის ამბობს ამ სიტყვებს, როდესაც მიქას ჩვენ მიერ წაკითხულ წინასწარმეტყველებას განმარტავს. თქვენ მოისმინეთ, ნეტარი ავგუსტინე, წმინდა კირილე ალექსანდრიელი, ღირსი ეფრემ ასური, წმინდა იოანე ოქროპირი. ყველა ერთხმად მყარად, მტკიცებით აცხადებენ, განმარტავენ, რომ ჩვენ მიერ წაკითხული სიტყვები მესიის შობის შესახებ არის. შენ კი ეფრათას ბეთლემო, უმცირესი ხარ იუდას 1000-ულთა შორის, მაგრამ შენგან გამომივა ხელმწიფე ისრაელში და დასაწყისიდან იქნება მისი წარმოშობა საუკუნო დღეებიდან. წმინდა იოანე ოქროპირი განმარტავს კიდეც მესიის ორ ბუნებას ამ სიტყვებიდან და ამბობს, სიტყვები შენ კი ეფრათას ბეთლემო, უმცირესი ხარ იუდას 1000-ულთა შორის, მაგრამ შენგან გამომივა ხელმწიფე ისრაელში, მიუთითებს მის ხორციელ შობაზე, როგორც უკვე ვთქვით. მაგრამ სიტყვები დასაწყისიდან იქნება მისი წარმოშობა საუკუნო დღეებიდან, მიუთითებს მის ღვთაებრივ ბუნებას. ასე განმარტავს ეკლესიის მამა. დასაწყისში ორი შეკითხვა დავსვი, ვიზი არის ეს სიტყვები და გვხვდება თუ არა ეს სიტყვები სადმე ახალ აღთქმაში. გვხვდება თუ არა? გვხვდება. კერძოდ მათეს სახარებაში. ეს არის ის საინტერესო შემთხვევა, როდესაც ძველი აღთქმის კითხვისას ჩვენი ყურადღება ჩერდება, იმიტომ რომ ჩვენ მიჩვეულები ვართ უპრიანეთ ახალი აღთქმის კითხვას და როდესაც ახალი აღთქმის ნაცნობის სიტყვები ძველ აღთქმაში გვხვდება, ჩვენი ყურადღება ჩერდება, ჩვენ განსაკუთრებული გულისყურით ვიწყებთ ჩვენთვის ნაცნობის სიტყვების კითხვას. როდესაც მოგვები მოვიდნენ იერუსალიმში, მათ ესახარება მეორე თავი. თქვენს სად არის იუდეველთა მეფე, რომელიც იშვა, ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას. დაისვა ძალიან კონკრეტული შეკითხვა. მოგვები მოვიდნენ, ისინი არ იყვნენ ებრაელები, არ იყვნენ ისრაელიანები, არ იყვნენ ღვთის ერის, აღთქმის ერის წარმომადგენლები, მაგრამ მათ მიეცათ ნიშანი მიუხედავად ამისა, მესიის შობის შესახებ. და აი მოვიდნენ ისინი იერუსალიმში. მათ არ იცოდნენ მიქას სიტყვები. და კითხულობენ, სად არის იუდეველთა მეფე, რომელიც უკვე იშვა. იერუსალიმში არც კი იციან, რომ ის იშვა. ეს რომ გაიგონა, შეძრწუნდა მეფე ჰეროდე და მასთან ერთად მთელი იერუსალიმი. შეკრიბა ყველა მღვდელმთავარი და ერის მწიგნობარნი და ჰკითხა მათ, სად უნდა შობილიყო ქრისტე? სად უნდა შობილიყო ქრისტე? როგორ უპასუხეს ებრაელმა მწიგნობრებმა? ჩვენ დასაწყისში ვთქვით,
როგორ განმარტავენ ეკლესიის მამები, ანუ საეკლესიო ქრისტიანული ტრადიცია. ახლა კი ჩვენ ვხედავთ, როგორ განმარტავდნენ ამ სიტყვებს ებრაელი, ისრაელიანი წიგნობრები, მღვდელმთავრები. ძველ დროს. რა უპასუხეს მღვდელმთავრებმა და მწიგნობრებმა, ანუ რჯულის მცოდნეებმა? როდესაც კითხვა დაუსვეს მათ, სად უნდა შობილიყო ქრისტე? მათ კი უთხრეს მას, ანუ ჰეროდეს, იუდეის ბეთლემში. საიდან იცოდნენ, რომ მესია იუდეის ბეთლემში უნდა დაბადებულიყო? რის საფუძველზე? რა გამოცხადების საფუძველზე იყვნენ ასე დარწმუნებულები, რომ მესია მაინდამაინც იუდეაში და იუდეაში ეს ერთ-ერთი მხარია. აი როგორც აჭარა, სამეგრელო, კახეთი, ერთ-ერთი მხარი. მაგრამ რა იცოდნენ, რომ იუდეაში და კერძოდ იუდეის ერთ-ერთ პატარა ქალაქში, სოფელში შეიძლება ითქვას, უნდა დაბადებულიყო მესია, არა იერუსალიმში, არამედ პატარა დასახლებაში. საიდან? ახლა კი ჩვენი ტექსტი ახალ აღთქმაში. ან თუ სხვანაირად ვიტყვით, ახალი აღთქმის ტექსტი ძველ აღთქმაში. და შენ ბეთლემო, იგივე სიტყვები, იგივე სიტყვები. და შენ ბეთლემო, იუდას მიწავ, არაფრით ახარ უმცირესი იუდას მთავრებს შორის, ვინაიდან შენგან გამოვა წინამძღოლი, რომელიც დამწყემსავს ჩემს ხალხს ისრაელს. ჩვენ ხედავთ, როგორ გაიგებოდა ეს სიტყვები ძველი დროიდან მოყოლებული. როგორც მესიის შესახებ ნათქვამი წინასწარმეტყველება. და ეს საოცრებაა. ახლა კი თუ ჩაუკვირდებით ამ ტექსტს, აღმოვაჩენთ, რომ უფლის სიტყვებში, ჩვენ მიერ წაკითხულ სიტყვებში, დღევანდელ სიტყვებში ორი ელემენტი არსებობს. და ეს არის ჩემი მთავარი სათქმელი დღეს თქვენთვის. ორი ელემენტი. ერთი, სიმცირე, კნინობა, სიპატარავე და მეორე, სიდიადე, დიადობა და დიდებულება. დიდობა. სიმცირე და დიდობა. საიდან ჩანს ეს? სად არის სიმცირე? შენ კი ეფრათას ბეთლემო, უმცირესი ხარ იუდას ათასეულთა შორის. ბეთლემი არის არა უბრალოდ მცირე, არამედ უმცირესი, ყველაზე პატარა. არა უმცირესი სამ შორის, ან თუნდაც 10 შორის, ან თუნდაც 20 შორის. შეხედეთ როგორი ჰიპერბოლა, ანუ ლიტერატურული ხერხი გამოთქმისა, რაც მიუთითებს მის უკიდურეს არარაობაზე, სიმცირეზე, უმნიშვნელობაზე. შენ ხარ არა მცირე ათეულში, არა მცირე ასეულშიც, არამედ მცირე ათასეულში. ყველაზე პატარა, ყველაზე მცირე. შეხედეთ რა კნინობითი სიტყვა. მართლაც ბეთლემი არ გამოირჩევა გრანდიოზულობით. იქ არასოდეს არ ყოფილა და არც დღეს არ არის ცათა ბჭენი სახლები. არც მოსახლეობით. არ არის მრავალრიცხოვანი ადგილი. ეს არის პატარა სატელიტი ქალაქი სოფელი იერუსალიმთან. იერუსალიმის მომაღლებული ადგილიდან შეგიძლიათ დაინახოთ ბეთლემი. რამოდენიმე კილომეტრშია. აი ასეთი ადგილი გახდა დაბადების ადგილად მესიისა. ჩვენ ხედავთ ერთი მხრივ, ეს გნებავთ არის ანტითეზა. ანუ ურთიერთ შეპირისპირებული ცნება. ერთი მხრივ ბეთლემი როგორც უმცირესი იუდას ათასეულთა შორის, ანუ იუდას
თითქოს 1000 ქალაქ შორის, 1000 სოფელ შორის, 1000 დასახლებულ პუნქტ შორის ყველაზე უმცირესი, ყველაზე პატარა, უმნიშვნელო. და მეორე მხრივ შეხედეთ სიდიადეს, დიადობას, დიდებულებას, ვინ დაიბადა ამ ყველაზე პატარა ქალაქში, ამ პატარა სოფელში, უმცირესი ცირეთაგან, უმცირესი ცირეთაგან. მაგრამ ამბობს წინასწარმეტყველი, შენ კი ხარ ასეთი არარაობა, შენ კი ხარ ასეთი მცირე, შენ კი ხარ ასეთი პატარა, უმნიშვნელო. მაგრამ შენ შეიძენ მნიშვნელობას. მაგრამ შენგან გამომივა ხელმწიფე ისრაელში და დასაწყისიდან იქნება მისი წარმოშობა საუკუნო დღეებიდან. შემდეგ წერია. ის მოიტანს მშვიდობას. ამიერიდან იდიდებს ის ქვეყნის კიდემდე. იდიდებს ის. ჩვენ ხედავთ ერთი მხრივ ბეთლემის სიმცირეს, კნინობას, სიპატარავეს და მეორე მხრივ აი ამ სიპატარავეში, აი ამ პატარა მოცულობაში, ამ არარაობაში გაჩენილს, დაბადებულს, ხორციელად, როგორც ღირსი ეფრემ ასური ამბობს, დაბადებულს მესიას, ღმერთს, რომელსაც მთელი სამყარო ვერ იტევს. ეს არის საიდუმლო, ეს არის წარმოუდგენელი, აბა გაიგეთ ეს გონებით, წარმოუდგენელია. აბა ადექით და დიდი მოცულობა იმდენად დააპატარავეთ, რომ მოექცას ძალიან პატარა სივრცეში. ეს სასწაულია. ფიზიკურ სამყაროში ეს წარმოუდგენელია. დიახ, წარმოუდგენელია, როგორც წმინდა პავლე მოციქული კოლოსელთა წერილში ამბობს, რომ ღვთაების მთელი სისავსე ხორციელად არის დამკვიდრებული მესიაში. როგორ? არ ვიცი. როგორ შეიძლება რომ ის, რომელსაც ვერ იტევს ცა, ვერ იტევს სამყარო, პლანეტები, დედამიწა, ვერაფერი, galaktikები, მთელი სამყარო, ვერაფერი ვერ იტევს. რომელმაც შექმნა ეს ყველაფერი, რომელიც ამ ყველაფერზე მაღლა არის და განაგებს ამ ყველაფერს, ღმერთზე ვსაუბრობ. როგორც ამ სიტყვაში წერია, დასაწყისიდან იქნება მისი წარმოშობა, ეს მის ღვთაებრიობაზე მიუთითებს საუკუნო დღეებიდან, არო მას არ აქვს არ დასაბამი, არ დასასრული. და როგორ შეიძლება აი ამხელა, ამოდენა სიდიდე, სიდიადე, დიდებულება მოთავსდეს ასეთ არარაობაში, ასეთ სიმცირეში, ასეთ პატარაში, ასეთ კნინობაში. აი ეს ორი ელემენტი აშკარა ამ ტექსტში. აი ეს ანტითეზა. ერთი მხრივ სიდიდე, რომელიც განუზომელია, ვერ შეადარებ, ვერანაირი საზომით ვერ იტყვი, ამხელა არის. ამდენი კილომეტრისაა, ამდენი მოცულობისაა, ასე იწონის, ვერ აზომავ, ვერ გაზომავ. გაუზომავი სიდიდე და მეორე მხრივ ძალიან გასაზომი სიპატარავე. და როგორ შეიძლება აი ამხელა, აი ასეთ სიპატარავეში მოექცეს. როგორ შეიძლება აი ამხელა ღმერთი გახდეს აი ასეთი პატარა ადამიანი. ჩვენ ხედავთ ამ ტექსტში საოცარ საიდუმლოს და იცით ამ საიდუმლოს რა ქვია? სიდიადე, სიდიადე. დიდებულება სიპატარავეში, სიმცირეში. სიამძვილეში აი ეს საიდუმლო არის აქ მოცემული ამ ტექსტში. და მხოლოდ ღმერთს ძალუց ეს. პატარა კი არ გახდა დიდი, როგორც ერეტიკოსი ნესტორი ამტკიცებდა. პატარა კი არ გახდა დიდი, ის ამტკიცებდა, რომ ადამიანი ქრისტე შვა მარიამა, რომელიც შემდეგ თითქოს გახდა სახლი, რომელშიც ჩასახლდა დიდი ღმერთი. არა. წმინდა კირილე ალექსანდრიელი წინ აღუდგა ამ ცრუსწავლებას. წმინდა იოანე მახარებლის სიტყვებით, სიტყვა იგი ხორციელ იქმნა. ის გახდა პატარა. პატარა კი არ გახდა დიდი, დიდი გახდა პატარა. ეს არის საიდუმლო.
ლევ ტოლსტოის ომსა და მშვიდობას უწოდებენ სიბრძნის ენციკლოპედიას. უამრავი ბრძნული გამონათქვამი აი ამ მრავალრიცხოვან გვერდიან წიგნში. და ავტორი ერთ-ერთ ადგილას ამბობს ასეთ სიტყვებს: სიდიადე არ არის იქ, სადაც არ არის უბრალოება. და არის მხოლოდ ერთი ნაბიჯი დიდებულებიდან სიცილამდე. ავტორს იმის თქმა სურდა, რომ ნამდვილი დიდებულება, ნამდვილი სიდიადე, ნამდვილი დიდობა სხვანაირად იზომება, ვიდრე ჩვენ ვართ მიჩვეულნი. სულ სხვანაირად. დიდობა არ იზომება სიმდიდრით, სისხლით, გამომსახველობით, ძალაუფლებით, სულ სხვა რამეთი. ორი დასკვნა შეიძლება გავაკეთოთ ჩვენ აი ამ საიდუმლოდან, რომელიც ამ ტექსტშია მოცემული, საიდუმლოდან დიდებულება სიმცირეში. ორი დასკვნა. პირველი, ეს გვასწავლის ჩვენ თავმდაბლობას. და მეორე, ეს საიდუმლო გვასწავლის ჩვენ ნამდვილ რწმენას. ნამდვილი თავმდაბლობა და ნამდვილი რწმენა. მე მინდა რომ ჩვენ დღეს ნათლად დავინახოთ ეს ორი რამ ამ საიდუმლოში. მიქა, წინასწარმეტყველი მიქა ამბობს, რომ დიდებული მეფე, ხელმწიფე, მესია, მსაჯული, რომლის დასაწყისი ბეთლემიდან კი არ არის. იოანე ამბობს, ოქროპირი, წმინდა მამა, ბეთლემიდან რა თქმა უნდა წარმოიშვა არა ღვთაება, ზოგს გონია რომ ღმერთი, არა, ღვთაების წარმოშობა არის საუკუნო დღეებიდან. ბეთლემიდან რა თქმა უნდა წარმოიშვა, ეკლესიის მამა ამბობს, არა ღვთაება, არამედ ხორცი. პირველი, რასაც გვასწავლის ეს საიდუმლო, დიდებულება სიმცირეში არის თავმდაბლობა. წმინდა პეტრე მოციქული თავის პირველ ეპისტოლეში გვეუბნება, რომ ქრისტე მაგალითი დაგვიტოვა, რათა ჩვენ მის კვალს მივყვეთ. და რა მაგალითი დაგვიტოვა ქრისტემ? რა მაგალითი დაგვიტოვა ქრისტემ? როგორ გახდა დიდი, პატარა? აი ეს მაგალითი. ზოგს გონია, რომ მე დიდი ვარ თუ ბევრი ფული მაქვს, მე დიდი ვარ თუ რაღაცას მივაღწიე, მე დიდი ვარ თუ ბევრი წიგნი წავიკითხე, მე დიდი ვარ თუ წარმოშობა მაქვს ასეთი ან ისეთი, მე დიდი ვარ თუ კარ ქალაქში ვცხოვრობ, მე დიდი ვარ თუ საოცარი სახლი მაქვს. მაგრამ სინამდვილეში სიდიდი არის კნინობაში, სიპატარავეში, თავმდაბლობაში. და იესომ შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა ასეთი თავმდაბლობისა. ვინ და მართლა მასზე დიდი არავინ ყოფილა, მეთანხმებით თუ არა? მასზე დიდი არავინ ყოფილა. ის არის თავად ღმერთი, ხორცს შესხმული. მაგრამ როგორც მოციქული ამბობს, მაგალითი დაგვიტოვა, რა არის მაგალითი? ნიმუში, ბეთლემში დაიბადა ხალხო, იერუსალიმში კი არ დაიბადა, სატახტო ქალაქში, დედაქალაქში არ დაბადებულა, რაღაც მიყრუებულ ბეთლემში. რა თქმა უნდა ვაზვიადებ მე, მაგრამ ასე იქცევა წინასწარმეტყველი, როცა ამბობს უმცირესი იუდეას 1000-ებს შორისო. უმცირესი იყო, მაგრამ უმცირესი აირჩია ღმერთმა. უდიდესი გახდა უმცირესი. უდიდესი, განუზომელი გახდა განზომადი. როგორ? ეს არის სასწაული. დიახ, შობა ეს სასწაულია. ეს არის დიდი სასწაული. შობის სასწაული, გაგიგიათ ასეთი გამონათქვამი. რა არის შობის სასწაული? საჩუქრები შესანიშნავია შობისას, მაგრამ სინამდვილეში ყველაზე დიდი საჩუქარი არის შობის სასწაული. ის რომ ღმერთი მოგვევლინა ჩვენ საჩუქრად ხორცის სახით. რა მაგალითი დაგვიტოვა ქრისტემ, რომელსაც უნდა მივყვეთ? უფალმა ბრძანა, მათეს სახარებაში არის მე-11 თავში ეს სიტყვები გადმოცემული.
თუ გნებავთ მუხლსაც დაგისახელებთ 39 მუხლში საოცარი სიტყვები. ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და თავმდაბალი ვარ. ეს კი ნიშნავს იმას, რაც გაანალიზა წმინდა პავლე მოციქულმა ფილიპელთა მიმართ წერილში, როდესაც თქვა, თავმდაბლობით შერაცხეთ ერთმანეთი საკუთარ თავზე მეტად. აი რა არის თავმდაბლობა ქრისტიანული. როცა ჩვენ საკუთარ თავებს კი არ ვრაცხთ სხვებზე მეტად, არამედ ერთმანეთს ვრაცხთ. სხვებს ვრაცხთ ჩვენს თავებზე მეტად. ანუ მივიჩნევთ, ვთვლით, ვცნობთ სხვებს საკუთარ თავებზე მეტად და თუ აი ეს მოდელი დამკვიდრდება ჩვენს ქრისტიანულ ცხოვრებაში, გაგვიადვილდება მიტევება. ზოგი ამას როგორ მიუტევო, ჩათვალე იგი შენზე მეტად. თავმდაბლობა. თავმდაბლობა. შეხედეთ, განუზომელი დიდობა როგორ მოექცა განზომად სიმცირეში. ლუკას სახარების 22 თავში უფალი ეუბნება მოციქულებს, ვინ არის უფრო დიდი? მიაქცეთ ყურადღება იგივე თემა, დიდი და პატარა. დიდობა და სიმცირე, სიპატარავე. უფალი ეუბნება, ვინ არის უფრო დიდი? მეინახე თუ მსახური? იგივე კითხვას გვისვამს უფალი დღეს ჩვენ. ვინ არის უფრო დიდი? მეინახე თუ მსახური? რა არის მეინახე? ვიცით ეს სიტყვა რა არის? სუფრაზე მჯდომი არის მეინახე. მეინახენი არის სუფრაზე მსხდომნი. მეინახე უფრო დიდია, ვინ ზის თუ მსახური, რომელიც ემსახურება, ვინ არის უფრო დიდი? და უფალი ეუბნება, მე თქვენ შორის ვარ არა როგორც მეინახე, არამედ როგორც ვინ? მსახური. აი ესაა განზომილება. ეს არის ამ საიდუმლოების ერთ-ერთი მხარე. დიდი გახდა პატარა. დიდი გახდა პატარა. ის, ვისაც ვერ იტევს სამყარო, დაეტია პატარა ბეთლემში. უმცირესში. მცირეში არა, მეგობრებო. უმცირესში. უმცირესში. ღმერთი გახდა ჩანასახი. გინახავთ ჩანასახი? ეკრანზე ან ტელევიზორში. ჩანასახი. პაწაწინა ჩანასახი გახდა ღმერთი. როგორ? დაფიქრებულ ხართ? ეს არის საიდუმლო. ის, ვისაც ვერ გაზომავთ, ვისაც ვერ იტევს ვერაფერი, გახდა სულ პატარა და მცირე. დიდობა ჩვენ შორის განიზომება არა ჩვენი მდგომარეობით, არა ჩვენი წოდებით, ნებავთ პასტორობით, დიაკონობით ან სხვა კიდევ რომელიმე წოდებით. ვიმეორებ არა რომელიმე ამქვეყნიური საზომით, სილამაზით, მშვენიერებით. არამედ დიდობა გაიზომება ჩვენი თავმდაბლობით, ჩვენი მსახურების ნიჭით, ერთმანეთზე ზრუნვით, საკუთარ თავზე მეტად ამბობს წმინდა პავლე მოციქული. საკუთარ თავზე მეტად შერაცხეთ ერთმანეთი. ეს არის გამოხატულება სწორედ იმ სიყვარულისა, რომელსაც ჩვენ ვკითხულობთ რჯულში. მეორე, რასაც გვასწავლის ეს საიდუმლო, არის ჭეშმარიტი რწმენის რაობა. და რა იგულისხმება ამაში? ისრაელის ცხოვრებაში, ძველ აღთქმას რომ შევხედოთ, ყველაზე გამორჩეული, ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე დიდი, დიადი მოვლენა რა იყო? ალბათ სულ მცირე ორი რამ. ორი რამ. პირველი, რჯულის მიცემა. რჯულის მიცემა. ეს იყო უმნიშვნელოვანესი მომენტი ღვთისერის ცხოვრებაში. რჯულის მიცემა, რომელიც განსაკუთრებული ნიშნებით იყო აღნიშნული. და მეორე, გამოსყიდვა მონობიდან. ეს არ იყო ერთი ადამიანის გამოსვლა საღაციდან, მთელი ერის 2-3 მილიონი ადამიანის გამოსვლა მონობიდან, გათავისუფლება. მთელი ერის. ეს იყო ორი უმნიშვნელოვანესი მოვლენა. გამოსვლა ეგვიპტიდან
და რჯულის მიცემა. ახლა კი შეხედეთ ორივე მოვლენას ზებუნებრივი რა ნიშნები ერთვოდა. რჯულის მიცემა გავიხსენოთ. წერია ტექსტში. მოსე ამბობდა მე მეშინია და მე ვკანკალებ. საყვირის ხმა, წყდიადი, გრგვინვა, ხმა. ცეცხლი. ყველას ეშინია. ხალხი ეუბნება მოსეს, აღარ შეგვიძლია ამ ხმის მოსმენა. ადი შენ მარტო. ცხოველსაც კი არ ქონდა უფლება მიკარებისა თასთან, იმიტომ რომ უნდა მომკვდარიყო. შეხედეთ გამოსყიდვა როგორ მოხდა ეგვიპტეში. რამდენი სასჯელი მოავლინა ღმერთმა. ვის გახსოვთ? 10 და როგორები? წყალი გახდა სისხლი, უამრავი ცხოველი გაწყდა, წყდიადი ჩამოწვა, წერები გამოჩნდნენ. რამდენი ნიშანი იყო, ხილული ნიშანი. და ყველაფერი შეიძლება შევაჯამოთ იმით, რომ იყო გრანდიოზული, აშკარა, ხილული, ხმაურიანი ნიშნები. აი ეს ორი მოვლენა უფრო მნიშვნელოვანია თუ ღვთის გამოჩენა ხორცში. ღვთის გამოჩენა ხორცში. უფრო დიდი გრანდიოზული მოვლენა არ არის? კი. რა ნიშნები ერთვოდა მას? მოხდა მიწისძვრა. იყო საყვირის ხმა. მიწისძვრა იყო, წყდიადი იყო. რაიმე მოხდა ისეთი გრანდიოზული აშკარა, რომ ყველას ეთქვა მე შინია და ვკანკალებ. არა, აბა რა იყო? ტილოები, ვაგა. რა უთხრა ანგელოსმა წყემსებს? და თქვენ გექნებათ ნიშანი. რა ნიშანი? აი რომ შეხვალთ, ყველაფერი აზანზარდება. იქნება დიდი გრანდიოზული ხელშესახები. აგებურძგლებათ კანი. გაიგონებთ საყვირის ხმას. იყო ასეთი რამ? არა. ადგილიც კი არ იყო. იმ პატარა უმცირეში, ანუ ბეთლემში, ადგილიც კი არ იყო მისი დაბადების. ხალხო გესმით? სახარება უფრო აკონკრეტებს და ამბობს, აი ამ უმცირეში, ბეთლემში, ადგილიც კი არ მოინახა ამ კნინობაში, რომ ამოდენა დიდი ღმერთი გამოჩენილიყო. და რა ნიშანი იყო? რა ნიშანი ერთვოდა მის გამოჩენას? რა ხილული, რა გრანდიოზული ნიშანი, რა მიწისძვრა, რა განკურნება, რა მკვეთრი დაღდგომა, რაიმე იყო ამის მაგვარი. თუ არა, აი ამით განიზომება ჩვენი რწმენა. ეს არის ჭეშმარიტი რწმენა. ჭეშმარიტი რწმენა არ ითხოვს ნიშნებს. ჭეშმარიტ რწმენას არ ჭირდება ნიშნები. საერთოდ არ ჭირდება. ნიშნები ჭირდება ურწმუნო და მრუშ მოდგმას. იცით თუ არა თქვენ? ჭეშმარიტ რწმენას ნიშნები არ ჭირდება. ჭეშმარიტი რწმენა არ ამბობს დამანახე და ვირწმუნებ. ეს არ არის ჭეშმარიტი რწმენა. აი თუ არ გჯერათ, გაიხსენეთ სახარების სიტყვები. იესო ქრისტეს მიადგნენ ფარისევლები და ეუბნებიან გამოსაცდელად, მოგვეცი ნიშანი. რა იყო პასუხი ჩვენი უფლისა? კი, ეხლავე მოგცემთ ნიშანს. რომელი გნებავთ? აბა მითხარით. აი თქვენ ასარჩევი ნიშნები. განკურნების ნიშანი გნებავთ? მკვეთრი დაღდგომის რა ნიშნები გნებავთ? რომელი ნიშანი გნებავთ, რომ თქვენ ბატონო ფარისევლებო ირწმუნოთ როგორც ეგების? ოღონ თქვენ ირწმუნოთ, ოღონ თქვენმა ურწმუნოა გულმა, ღვარძლიანმა გულმა ირწმუნოს. და რომელი ნიშანი გინდათ? მიწისძვრა გინდათ, გამდიდრება გინდათ, აირჩიეთ, აბა რა ნიშანი გინდათ? რა ზებუნებრივი ნიშანი გინდათ? გნებავთ წარსული შეიცვალოს, რომელი ნიშანი გინდათ? ღმერთს ხო ყველაფერი შეუძლია. ნუ თუ არ გვესმის რომ ჭეშმარიტი რწმენა არ ეძებს არანაირ ხილულ ნიშანს. ის არ ეძებს მიწისძვრებს, არ ეძებს არაფერს, რაც ხილულია, რაც გრანდიოზულია, რაც მოსასმენია. იმიტომ კი არა რომ მას არ ჯერა ამის. არა, კარგად გაიგეთ. რწმენას ჯერა ყველაფერი ამის. და რწმენით შეიძლება მოხდეს ყველაფერი ეს. როგორც იესო ეუბნება ჭირის უფალს.
ირწმუნე და იხილავ. მაგრამ ურწმუნო გული რას ამბობს? ჯერ დამანახე და მერე ვირწმუნებ. დაუბრუნდეთ სახარების ამბავს. რა უპასუხა იესომ, როდესაც ბატონი ფარისევლები მოვიდნენ? რელიგიური ადამიანები და ეუბნებიან, ჩვენ დაგიჯერებთ შენ, ვირწმუნებთ. ჩვენ არ გჯერა რომ შენ ხარ მესია, მაგრამ ვირწმუნებთ, ოღონდ სასწაული გვანახე. რაიმე ნიშანი გვანახე რომ დავინახოთ და დავრწმუნდეთ რომ შენ ხარ. იმიტომ როდესაც ღმერთმა ჩვენ რჯული მოგცა, ეს მთა ირყეოდა, ზანზარებდა, ხმები გვესმოდა, ყველას გვეშინოდა. როდესაც ჩვენ გამოგვიყვანა ეგვიპტიდან, შეხედე ღმერთმა რამდენი სასწაული გააკეთა, შენც დაგვანახე. რა გააკეთა იესომ პირველ? ვის გახსოვთ ტექსტი? ამოიოხრა. ყოველთვის ოხრავს უფალი. როდესაც ასეთი მიდგომა გააჩნია. ფარისევლები იყვნენ საკმაოდ მორწმუნე ადამიანები, რელიგიური ადამიანები. მაგრამ ჭეშმარიტი რწმენის არ მქონე ადამიანები. იესომ ამოიოხრა და თქვა სიტყვები, განაჩენი სიტყვები. ეს იყო განაჩენი. განაჩენი გამოუტანა რწმენას, დამახინჯებულ სრულ რწმენას და ამით განაცხადა ნამდვილი ჭეშმარიტი რწმენის რაობა. მან თქვა, მხოლოდ მრუში და როგორი მოდგმა ეძებს ნიშნებს, მაგრამ ნიშნები არ მიეცემა მათ. მაგრამ ჭირისუფალს ქრისტე ეუბნება. თუ ირწმუნებ იხილავ. ალბათ ყველას გახსენდებათ თუ არა აქ სად უნდა ითქვას ეს სიტყვები ცნობილი ღვთისმეტყველისა, სქოლასტიკოსისა, ანსელმ კენტერბერიერის. პრაქტიკულად ის გენერირებას აკეთებს და აჯამებს მანამდე თქმულ აზრებს. ამასთან დაკავშირებით ის ამბობს, რომ მე მჭირდება რწმენა იმისათვის, რომ ვიცოდე და არა ცოდნა იმისათვის, რომ ვირწმუნო, ან მქონდეს რწმენა. რა იგულისხმება ამ გამონათქვამში? ის, რომ რწმენისათვის საკმარისია უფლის გამოცხადება. ის არ ეძებს რაღაც მტკიცებულებებს, არ ეძებს ნიშნებს, არ ეძებს საოცარ მოქმედებებს, მტკიცებულებებს, არ ეძებს ლოგიკურ ახსნას. ამ თვალსაზრისით მას არ ჭირდება აი ასეთი ცოდნა. პირიქით, რწმენა აძლევს ადამიანს უნარს, რომ გაიგოს და შეიმეცნოს. განსხვავებით აი ამ ნიშნებისა, შეხედეთ ახალი აღთქმის საიდუმლოებებში რა ნიშნები გვაქვს ჩვენ. რა არის ნათლობის ნიშანი? ჩვეულებრივი წყალი, ზიარების ნიშანი, პური და ღვინო. როდესაც დავრდომილზე ლოცულობენ, ჩვეულებრივი ზეთი. ანუ ჩვეულებრივი საყოფაცხოვრო ნივთები, წყალი, ღვინო, პური, ზეთი გადაიქცა საიდუმლოებების ნიშნებად და მხოლოდ რწმენას შეუძლია აი ამ ჩვეულებრივ საგნებში იხილოს უხილავი მადლი. როგორც დეტარი ავგუსტინე ამბობს, რომ საიდუმლოება ეს არის უხილავი მადლის ხილული ნიშანი. მხოლოდ რწმენას შეუძლია საიდუმლოდ ჩათვალოს ზიარების ნიშნები და მიიღოს ის როგორც სხეული და როგორც სისხლი. მაგრამ ჯიუტი, ფარისევლური, მოუთვინიერებელი, ამპარტავანი რწმენა ამბობს, არა მე მინდა ნიშნები, მე სწორედ ისეთი ქრისტე მინდა, რომელიც ნიშნებს დამანახებს, სასწაულებს დამანახებს. რა უთხრა ერთხელ ქრისტემ ადამიანებს, რომლებიც დააპურა სასწაულებრივად, სასწაული მოახდინა. 5000 კაცი ქალებისა და ბავშვების გარეშე დააპურა. თქვენ მეძებთ მე, არა იმიტომ რომ მე მესია ვარ, არამედ თქვენ მე მეძებთ, იმიტომ რომ რას ამბობს? გახსოვს იოანეს სახარება? მე 6 თავი. თქვენ მეძებთ, იმიტომ რომ ამოივსეთ თქვენი სტომაქები. ანუ სასწაული ნახეთ, აი ამიტომ მეძებთ. თქვენ ხართ სასწაულთ მოყვარე მორწმუნეები. სასწაულთ მოყვარე მორწმუნეები. ოხრავს თუ არა ქრისტე დღესაც ასეთ რწმენაზე? მე მჯერა რომ კი.
რა არის რწმენის საფუძველი? რაიმე გრანდიოზული სასწაული ან ნიშანი არა? რა არის რწმენის ანატომია? სად იბადება ან საიდან იბადება რწმენა? პასუხი ბიბლიაშია. ყველა მისის ეს მოხრე, რომელთა მიათე თავი. რწმენა არის მოსმენილი ღვთის სიტყვისგან. აბატონო, თქვენ საიდან იბადება? აბატონო, რწმენის სამშობიარო სად არის? მისამართი სად იბადება რწმენა? თუ თქვენ სხვა მისამართით მიდიხართ, იქ სხვანაირ ქრისტეს ნახულობთ. რწმენას არის რწმენისთვის საკმარისია. რწმენა ამბობს, უფალო, ჩემთვის ნამცეცით საკმარისია. დიდია შენი რწმენა, ეუბნება ქრისტე. ის არ ეუბნება მთელი, ჩემთვის პატარა ნამცეცი ხო გადმოვარდა. პატარა ნამცეცი ხო გადმოვარდა, საკმარისია. ჩემთვის ბეთლემით საკმარისია. უმცირესი 1000-თა შორის საკმარისი ამბობს მორწმუნე. ჩემთვის იმ ბეთლემში რომ ადგილი ვერ მოინახა ამ დიდის დასაბადებლად, ესეც საკმარისია. როგორ? მესია დიდი. სად არის დაცვა, სად არის სიმდიდრე, სად არის დარბაზები? რატომ არ დაიბადა ხელმწიფე ასეთ პირობებში? იმიტომ არ დაიბადა. რომ ჩვენ ცათასასუფეველში დავბადებულიყავით. გესმით ხალხო? რატომ გახდა ეს დიდი ასეთი პატარა? იმიტომ რომ ჩვენ ასეთი პატარები გამختارიყავით ქრისტეში დიდებად. აი ის რომ არ გამختارიყო ასეთი პატარა, აი ის რომ არ დამკვიდრებულიყო ხორციელად სხეულში და იმ მცირეში კიდევ მოუნახავ ადგილში არ მოსულიყო, ჩვენ ვერ გადავიქცეოდით ღვთის შვილებად. ბიბლია ამბობს, რომ ქრისტესთან ერთად მოვკვდით, ქრისტესთან ერთად დავიმარხეთ, ქრისტესთან ერთად გავცოცხლდით, ქრისტესთან ერთად ავდექით და კიდევ ქრისტესთან ერთად დავსხედით. სად? უკვე ზეცაში. ამას ქვია განდიდება. ის დიდი გახდა პატარა, იმისათვის რომ ჩვენ, როგორ ამბობს წმინდა კირილე ალექსანდრიელი, გახსოვთ დასაწყისში რა ვთქვით? ის ამბობს აი ამ ტექსტზე, წინასწარმეტყველური სიტყვა გვახარებს ჩვენს პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებასო. არაერთ გზის მithkomს და ვიმეორებთ, ჩვენ ხომ გაძევებულნი ვარ ჩვენი პირვანდელი მდგომარეობიდან. ჩვენ ხო ჩამოვარდით ჩვენი მართალი მდგომარეობიდან. და წმინდა კირილე აი სწორედ ასეთნაირად განმარტავს შობის მნიშვნელობას. ეს ხო არაფერი არ არისო, ეს წინასწარმეტყველება, უმცირეში დიდის დაბადება თუ არა, ჩვენი დაბრუნება პირვანდელ მდგომარეობაში. იქ სადაც არის ჩვენი ნამდვილი სამშობლო, ღმერთთან მოზიარეობაში, სამოთხეში. სწორედ აი ამ დამცირებული მდგომარეობიდან პირველს აუწყა სამოთხეში შესვლა მესიამ. და ვის? მან დაასწრო ყველას სამოთხეში შესვლა. მოციქულებს დაასწრო. წმინდა ქალწულს დაასწრო. ყველას დაასწრო სამოთხეში შესვლა. ვინ? დამნაშავე. ავაზაკმა. ყველას დაასწრო. სწორედ დამცირებული მდგომარეობიდან და არა სინაის აზანზარებული მთიდან აუწყა უფალმა. დღეს ჩემთან იქნები სამოთხეში. და ყველას პირდება ის, ვინც დაიჯერებს აი ასე დამცირებულ ღმერთს, მისი დამცირების აპოგეა ხომ ჯვარზე მოხდა. მის გადასარჩენად. ალბათ ყველას ბავშვობაში წაგვიკითხავს მარკ ტვენი. რომელი ნაწარმოები გახსენდებათ მარკ ტვენის, ყველაზე ცნობილი? ტომ სოიერის. თუმცა ტომ სოიერი არ შესულა 100 საუკეთესო წიგნში. მეორე შევიდა. მაგრამ ტვენს აქვს კიდევ ერთი ძალიან ცნობილი ისტორიული რომანი. ეს არის უფლისწული და მათხოვარი. ორი ადამიანი, ერთ ქალაქში, ერთი ლოთის შვილი, თომას კენტი. უღარიბესი რაიონიდან. და მეორე ედუარდ ტიუდორი, მეფის შვილი. იმისათვის რომ აი ეს მათხოვარი
მაწანწალა აღმოჩენილიყო სამეფო დარბაზში. უფლისწული გახდა მაწანწალა. თუმცა არ ყოფილა მაწანწალა არასოდეს და იყო სამეფო ოჯახიდან. თქვენ იცით ეს ისტორია. ისინი ერთმანეთს წააგავდნენ და შეცდომით თომასი შედის სასახლეში, ხოლო ედუარდი, მომავალი ედუარდი, მონარქი, ხდება თომასი. მოხდა რა გაცვლა მათ შორის. ედუარდი რო არ გამოსულიყო, თომასი ვერ შევიდოდა. იცით, ის რომ არ მოსულიყო, მას რომ არ ჩაეცვა ჩვენი ტანსაცმელი. ის რომ არ დამსგავსებოდა ჩვენ, როგორც პავლე ამბობს, გამოიცარიელა საკუთარი თავი და შესახედაობით კაცს დაემსგავს, ანუ ჩვენ დაგვემსგავსა. ის რომ არ დამსგავსებოდა ჩვენ ვერასოდეს ვერც შევყნოსავდით კიდევაც ცათა სასუფეველს. მაგრამ მან გააკეთა ეს და შეგვიყვანა. და ამისათვის ჩვენ მას უნდა შევწეროთ მადლობა და დიდება. მე მესმის და ეს არის ერთგვარი განმარტება მინდა გავაკეთო ყველა მოქადაგისთვის. ჩვენ ნუ გვექნება ისეთი მოლოდინი, რომ როდესაც სიტყვას ვიტყვით, ან ქადაგება ითქმება, რაც არ უნდა ჩვენი მხრიდან იყოს ძალები და ენერგია დახარჯული, რომ სახარებისეული ბიბლიური ქადაგება იყოს წარმოთქმული ეკლესიაში, ნუ გვექნება იმის მოლოდინი, რომ ყველა ახტაცებით მიიღებს სიტყვას. უნდა გქონდეს მოლოდინი, რომ აღმოჩნდებიან ადამიანები, რომელთა გულებსაც შეეხება სახარების სიტყვა, მაგრამ ნუ გვექნება ცრუ მოლოდინი, რომ ყველა მიიღებს სიტყვას. ზოგი, როგორც ბებია ჩემი ამბობდა, ერთ ყურში შეუშვებს და მეორე ყურში გამოუშვებს. ზოგ შეიძლება 1000-ჯერ უთხრა, მაგრამ არანაირი შედეგი არ ქონდეს. საიდან ვიცით ეს? სახარებიდან ვიცით ეს. უფალმა პირველ რიგში ეს თავისთან მიმართებაში თქვა. გამოვიდა მთესველი თესლის დასათესად. ვის გულისხმობდა ის უპირველეს ყოვლისა? ვინ არის პირველი, ვინც გამოვიდა და თესლი დათესა? ქრისტე. მაგრამ შეხედეთ, ყველგან დაითესა სიტყვა. ყველგან აღმოცენდა სიტყვა. რა თქმა უნდა არა. რა თქმა უნდა არა. რა თქმა უნდა არა. ამიტომ ჩვენ უნდა გქონდეს მოლოდინი. თუ არითმეტიკას შევხედავთ, ამ იგავის მიხედვით, თუ პირდაპირ მნიშვნელობით გავიგებთ, ყოველ მეოთხეში უნდა მოხდეს სიტყვის კარგი მოქმედება. დავითვალთ 1 2 3 4, 1 2 3 4, 1 2 3 4. ანუ ყველა სიმრავლე, სადაც თქვენ ქადაგებთ, უნდა გაყოთ 4-ზე და მოლოდინი უნდა გქონდეთ, რომ მეოთხედმა მაინც მიიღოს სიტყვა. რამდენად ოპტიმისტური არ ვიცი, მაგრამ რეალისტურია. მაგრამ ჩვენ გვინდა სასწაული, რომ 100-დან 100-ვე მიიღოს სიტყვა. არა. ყველაფერი არის შესაძლებელი ქრისტიანულ ქადაგებაზე. მაგრამ გულს ნუ გაიტეხავთ. მე მოქადაგეებს მიმართ. გულს ნუ გაიტეხავთ. თქვენ უნდა გააკეთოთ ის, რაც უნდა გააკეთოთ. იქნება ეს 1/4 თუ 1/1000. ერთშიც რომ მოთასწრებს უფლის სიტყვა. ჩათვალეთ, რომ ტყუილად არ გიმუშავიათ, გილოციათ, გიმარხულიათ, მოგიმზადებიათ სიტყვა. მესმის ეხლა მე ძალიან ცუდი პერსპექტივა დაგიხაზეთ, მაგრამ რა ვქნა, რომ ასია. და თანაც კიდევ ერთი მომენტი. ეს მოქადაგეებს ვეუბნები, რა თქმა უნდა, პირველ რიგში. იქ გაიხარებს სიტყვა, სადაც თქვენ არ ელოდით. აი, სადაც ელოდით, იქ არ გაიხარებს. აი, სადაც არ ელოდით და იტყვის, ჰაჰა, კარგია, გადავაგდებ იქაც სიტყვას, მოისმინოს. ჯანდაბას. აი, იქ აღარ იქნება უკვე ჯანდაბა და იქ გაიხარებს სიტყვა. აი, ესეთი პესიმისტური ცუდი პერსპექტივა დაგეხატეთ, მაგრამ კარგიც არის ამაში. სიტყვა მაინც ნახავს მსმენელ გულს. მაინც ნახავს გულს. მაინც გამოიღებს ნაყოფს და მაინც განდიდდება ქრისტე ყველა იმ ადამიანის გულში, სადაც ის ნახავს ადგილს იმისათვის, რომ გამოიღოს ნაყოფი
გაიდგას ფესვი. დღეს არის ადვენტის უკანასკნელი კვირადღე, წინ გველოდება შობის ბრწყინვალე დღესასწაული, სადაც ჩვენი გონება, ჩვენი ემოციები, ჩვენი სურვილები უშუალოდ ქრისტეს შობისადმი იქნება მიმართული.